ყველაფერი რაც ვჭამით ჩემ 16 საათიან ფრენაზე ლოს-ანჯელესიდან დოჰისკენ პირველი მქონდა ეს ბრინჯი ძროხს ხორცი რომელიც იყო სრული საიზოგროობა ძალიან არ მომეწონა ეს საშნელი საჭმელი მქონია არც არ მიჭამია ანტარისავე ხაზებზე მე იყო ის რაღაცა ცივი საალთი რომელიც ვერ გავარკვეს არ დრას ვჭამდი ძალიან მჟავე იყო და ვერი არ მომეწონა მქონდა იმის რომ ძალიან შეერი ვიყავ უკვე იქამდე სანამ ბორძე ავედი ეს პური გავჭე რომელიც სრულიად უმარილო იყო მაგრამ ყველა საჭმელს ჭობდა ეს ვერ ვჭამე დესერტი იმიტომ რომ თეთრი ფერის იყო მე ბორდგამცებელმა ეს მომიტანა იფიქრა რომ ცოდვა ბავშვიო არაფერი უჭამიაო ქათმის ხორციანი საჭმელი რომელიც ბევრად ჭობდა ძროხს ხორციანს ამიტომ ნამდვილად ნორმალურად შევძელთ რაღაცის ჭამა ამიტომ დავუმეგობრეთ ბორდგამცებლებს იყავით თავაზიანები და შეიძლება იგაჭამონ ესე მე მოგვიტანეს სოკოს და კარტოფილის ღვაწლი რომელიც იყო ძალიან გემრიელი და როგორც ხედავთ აქ უყურებლის ღვაწლი იმიტომ რომ ვერ გავიგე რას ვჭამდი რო ვჭამდი მაგრამ გემრიელი იყო ძალიან მე კიდევ ერთ საჭმლის დრო დადგა ჭამ ამჯერად ქათმის ხორცს ქარის соусით და ბრინჯით იყო უგემრიელესი უბრალოდ დიდი ხანია ეს საჭმელი არ მიჭამე ძალიან მიყვარს პური არ ვარგოდა დიდად ისე რა მაგრამ თავი რომ ბრინჯიანი საჭმელი იყო კარგი. ხილი იყო ახალი, რომელიც ძალიან გემრიელი იყო, ძალიან კარგია, მიყვარს და მე ბოლო ფრენაზე უკვე საქართველოსკენ ვჭამე ეს.